დღეს ჩვენ ვისაუბროთ საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობაზე. ზოგადად წინა ლექციებზე ჩვენ გავიარეთ ჯვაროსნული ლაშქრობები, თითქმის ამოვწურეთ თემა. ეს ეხება პალესტინას, სირიასა და ეგვიპტეში მომხდარ ჯვაროსნულ ლაშქრობებს, ტუნისისაც ასევე მერვე ჯვაროსნულ ომს და ანუ ის ჯვაროსნული ეპოქა, რასაც ეწოდება, ეს არის მე-12 საუკუნეები ძირითადად მე-11-ის ბოლოდან დაწყებული, მე-13 საუკუნის ბოლომდე თითქმის ამ პერიოდში ის 8 ლაშქრობა განვიხილეთ. ჩვენ ამას გარდა მე-9 ლაშქრობას უწოდებენ, ედუარდის ლაშქრობაც ასევე ვახსენეთ და წინ გვექნება კიდევ თქვათ რამდენიმე ეგრეთ წოდებული ჯვაროსნული ლაშქრობა, მაინც ამ კონტექსტში ჯდება ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და იმასაც შევეხებით. თუმცა სანამ გადავართ გვიანდელი პერიოდის ჯვაროსნულ ომებზე, აუცილებლად მოვიხილოთ ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია. ეს არის საქართველოსა და ჯვაროსნების ურთიერთობა და საერთოდ რა შეხება ჰქონდათ ქართველებს ჯვაროსნებთან, იყვნენ თუ არა ისინი მოკავშირეები, თქვა ვაჭრობდნენ თუ რელიგიური თვალსაზრისით როგორი მიდგომა ჰქონდათ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისათვის და სხვადასხვა უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი რამ არასწორად არის ხოლმე გააზრებული ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომელიც არის შედარებით მოძველებული და ამიტომაც ბევრი რამ რაც ახალი დაიწერა ბოლო წლებში, აუცილებლად უნდა შემოვიდეს ჩვენ მეცნიერებაში, სწავლებაში და მეტნაკლებად წარმოდგენა შეგვიქმნას ამ პერიოდზე უფრო ფართოდ. პირველ რიგში საერთოდ ჯვაროსნული ომების და საქართველოს რაღაც კავშირზე ურთიერთქმედებაზე ვიწყებთ საუბარს, ალბათ მაინც გვახსენდება მეტნაკლებად პირველი ჯვაროსნული ომი და პირველი ჯვაროსნული ომის ძალიან საინტერესო მოხსენიება და ამ ჯვაროსნულ ომთან დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის საინტერესო სტრიქონები, რომელიც მან დაგვიტოვა თავის თხზულებაში. იმიტომ რომ ფაქტობრივად დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ჭიდროდ უკავშირებს ჯვაროსნულ ლაშქრობას დავით აღმაშენებლისგან საქართველოს გათავისუფლებას, თურქ-სელჩუკების მოგერიებას და საერთოდ აღორძინებას დავითის პერიოდის საქართველოსი. აი მაგალითად ის აღნიშნავს, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მის თხზულებაში, ეს სწორედ ეს ფრაგმენტია, ამას ჯამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღიეს იერუსალემი და ანტიოქია და შეწევნითა ღმერთისათა, მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლა სპანი და აღარცა მისცა სულტანსა ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს. აი ეს ხედავთ როგორ არის დაკავშირებული ორი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ერთმანეთთან, ეს არის თქვა ჯვაროსნული ლაშქრობების წარმატებები, ანტიოქიისა და იერუსალემის აღება, რაზეც კარგად მოიხსენებათ იმ დროინდელ საქართველოში, იმიტომ რომ ისინი თვალს ადევნებენ იმ დროინდელ აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, ინფორმაციის მიღების მრავალი საშუალება ექნებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შორს იყო ჯვაროსნული ან თქვა პალესტინას სირიისგან, იქ საეკლესიო პირები მოძრაობდნენ მეტნაკლებად, ასევე თქვა თურქებისგანაც შეეძლოთ ეს ინფორმაცია მიეღოთ, იმიტომ რომ ეს იყო თურქ-სელჩუკთა იმპერია ბოლო-ბოლო, რომელიც გადაჭიმული იყო ამ სივრცეზე. მართალია ამ პერიოდში ეს დაშლილია ეს იმპერია თითქმის და შინაბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ინფორმაცია ასეთი მნიშვნელოვან მოვლენაზე, როგორიც არის ჯვაროსნული ლაშქრობები, რასაკვირველია, ფართოდ ვრცელდებოდა, ყველგან აღწევდა ახლო-მახლო ტერიტორიებზე და რა გასაკვირო საქართველოშიც მოსულიყო ცნობები, თუნდაც კონსტანტინოპოლიდანაც შეიძლებოდა ასევე მიეღოთ ამ შესახებ ცნობები, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლში არსებობდა ქართველთა დასახლებაც კი, რომელშიც სხვადასხვა ქართველი ისტორიკოსი მამუკა წურწუმია ფულხერიუს შარტრელის, ანუ ერთ-ერთი ჯვაროსანი მემატიანის ცნობის მიხედვით მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის ქართველობას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში და თან ახლდა ის ჯვაროსანთა ლაშქარს და ამის გარკვეული საფუძველი მართლაც არსებობს. და გასაკვირველია, მასთან ამ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირება შემდეგ დავითისგან ხარკის შეწყვეტისა, სელჩუკთა მისამართით და თურქ-სელჩუკთა საერთოდ გავლენის შესუსტებისა, აი კარგად ჩანს, რომ დავითს ამ პერიოდში მიეცა საშუალება, რომ თქვა ქვეყანაში სიტუაცია გამოესწორებინა, არმია გაეძლიერებინა, თავის ფეოდალური ლაშქარი და ხარკი შეეწყვიტა სულთნისთვის. ისე შეეწყვიტა, რომ ამას დამსჯელი ლაშქრობა არ მოყოლოდა. ანუ ფაქტობრივად დავითი ბედავს უკვე გადადგას ეს ნაბიჯი განსხვავებით იგივე თქვა გიორგი მეურისგან, რომელიც ძალიან რთულ პერიოდში არის საქართველოს
მართველი, როცა ჯერ კიდევ მალიქ შაჰის მმართველობაა და მალიქ შაჰის დროს ერთიანი სელჩუკთა იმპერია, რომელიც ძლიერების მწვერვალზე იმყოფება. აი დავითის დროს შეიქმნა საინტერესო პოლიტიკური ვითარება. ერთი მხრივ ჯვაროსნები მოდიან, მეორე მხრივ იქ ძალიან რთული სიტუაციაა, შინაბრძოლები მიმდინარეობს თურქ-სელჩუკთა იმპერიაში. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, დავითი მაინც გადადგამდა თუ არა ამ ნაბიჯს ამ ასე ადრე და თქვათ გამოიყენებდა თურქ-სელჩუკთა ერთმანეთთან დაპირისპირებას და დაიწყებდა ომს, თუ თქვათ ჯვაროსნულმა ლაშქრობამ 100%-ით გადაწყვიტა ის, რომ როგორ დაიწყებდა მოქმედებას სელჩუკების წინააღმდეგ. მაგრამ ყველა ვარიანტში ამ ჯვაროსანთა მოძრაობამ დიდი როლი უნდა შეასრულა მაინც ალბათ საქართველოს იმდროინდელი სიტუაციის გამოსწორებაში, იმიტომ რომ ეს თავის დაუნებურად ხდება, იმიტომ რომ ჯვაროსნები იმაზე ნამდვილად იმაზე ფიქრით კი არ მოდიან, იქ თქვა რაღაც აღმოსავლეთის ქრისტიან ქვეყანას აღმოუჩინონ დახმარებად. კი, თითქოს ბიზანტიის დასახმარებლად დაიწყო ჯვაროსნული ომი ალექსი კომნენოსის თხოვნით, რომის პაპმა შედეგი დაიწყო მოფიქრება იმის თუ რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ ამ თვალსაჩინოდ გაეთავისუფლებინათ იქ წმინდა მიწა და შემდეგ ჩვენ ვისაუბრეთ მიზეზებზე და ასე შემდეგ ამ ჯვაროსნული ომებისა, მაგრამ ამ ყველაფერმა თავის დაუნებურად ხელი შეუწყო იმდროინდელი საქართველოში ესეთ ვითარების გამოსწორებას, მდგომარეობის გამოსწორებას. ამიტომაც ჯვაროსანთა და საქართველოს ურთიერთქმედებაზე, როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეს ისტორიული მოვლენა. მაგრამ ეხლა რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ჩვენ ხშირად არის ხოლმე მსჯელობა ორ თქვათ საკითხზე დავითის პერიოდში ჯვაროსნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ერთი არის ის, რომ გარკვეული ისტორიული წყაროების თქვათ არასწორი წაკითხვის ხდება ის, რომ ხშირად ან თქვათ ძალიან გვიანდელი წყაროების გამოყენებით, როგორც თქვათ თანადროული ისტორიული წყაროებზე უფრო მაღლა დაყენებით, იმიტომ რომ ასე თქვათ ვიღაცას მოაფიქრდა და აინტერესდა, ანუ წყაროცოდნეობითი პრობლემა ყოველთვის დგას ქართულ ისტორიოგრაფიაში, იმიტომ რომ აი ჩვენ რა ვიცოდეთ განსხვავება თანადროულ წყაროსა და თქვათ 5-6 საუკუნის შემდეგ დაწერილ წყაროს შორის და რომელი უფრო მაღალი ხარისხის არის, ასევე უნდა ვასხოვებდეთ ამ ყველაფერს და ასევე წყარო არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ის მოითხოვს ანალიზს. აი ამ ანალიზის შედეგად შეგვიძლია უკვე მივიღოთ ის ინფორმაცია, რაც არის მასში ის მნიშვნელოვანი ამოვიღოთ და თუ არ ეს ანალიზი არ მოხდა და პირდაპირ ასე წავიკითხეთ წყაროდან რაც წერია, პირდაპირ გადმოვაკოპირეთ იქიდან, ის არ არის ისტორია არ გამოვა იმისგან, რაც საკურველია. და სწორედ აი ეს პრობლემა იდგა და ამის გამო გაჩნდა ქართულ ისტორიოგრაფიაში აი ძალიან ცდარი მოსაზრება, რომ ბალდუინ იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორე საქართველოში იმყოფებოდა და დავით აღმაშენებელს შეხვდა. და საიდან მოდის ეს ვერსია? საერთოდ შუა საუკუნეებში ამ შესახებ არაფერი არ არის დაწერილი. არც ჯვაროსანი მემატიანეების თხზულებებში, არც დავითის მემატიანის თხზულებებში, არც შემდგომ პერიოდში, არც თამარის, არც არავისთან. მე-19 საუკუნის დამდეგს იოანე ბატონიშვილს აქვს ერთგან აღნიშნული ასეთი რამ თავის იმაში, კალმასობაში, რომ ესე ბალდუინ მოვიდა იდუმალ ქართსა, შინა მოთხრობისაებრ სხვათა ისტორიებათა. მოკლედ ეს არ ეხტნობა არც ერთ ჩვენამდე მოღწეულ წყაროს ეს ინფორმაცია და ამავე დროს ჩვენ გადავხედოთ იმდროინდელი ჯვაროსნების ისტორიას, რომელიც აღწერილია თანადროულ ისტორიულ წყაროებში, იგივე გიომ ტირელთან, ფულხერიუ შატრელთან, იგივე გოტეე ანტიოქიელთან და სხვა ავტორებთან, რომლებიც აღწერენ იმ პერიოდის ჯვაროსანთა ისტორიას და ბალდუინის ცხოვრებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იმ დროის ყვალობაზე, შორის ბალდუინ მეორე დე ბურგის ცხოვრება, ან იერუსალიმის ამ ცნობილი მეფის. და ასევე თქვათ მისი თანამედროვეების, იგივე თქვათ როჯერ ანტიოქიელის, ჟოსელენის და სხვა თქვათ ჯვაროსანი მთავრების, რომლებიც იმპერიაში მოღვაწეობდნენ, იგივე ბოჰემუდ ანტიოქიელის მემკვიდრეებისა. ბალდუინ მეორე, როცა ავიდა იერუსალიმის ტახტზე, ეს ხდება სწორედ ამ პერიოდში დავითის მოღვაწეობას ემთხვევა, სწორედ ეს ადრეულ პერიოდს, იმიტომ რომ წინ არიან ჯერ თქვათ ვიცით ცნობილი გოდფრუა დე ბუიონი არის იერუსალიმის თქვათ წმინდა საფლავის მცველი, შემდეგ არის ბალდუინ პირველი და შემდეგ უკვე ბალდუინ მეორე იერუსალიმის მეფე. ბალდუინ მეორე არის ძალიან რთულ სიტუაციაში, ამ დროს ჯვაროსანთა დიდი ნაწილი ბრუნდება ევროპაში, მას აქვს ძალიან შეზღუდული რესურსები. ეკონომიკური შესაძლებლობები არის ზღვარზე, მისი თქვათ სამხედრო ძალები არის მინიმალური, მას არ შეუძლია რომ თქვათ თავისი ლაშქრით ასე მრავალი სხვა ლაშქარი შეკრიბოს და დაუპირისპირდეს სელჩუკ ამირებს. მართალია სელჩუკთა იმპერიას დაშლილია ამ დროს და ეს ცალკეული საამიროებია და ეს კიდევ აძლევს საშუალებას მაინც ჯვაროსნებს რომ როგორღაც გაუძლონ მათ შემოტევას, მაგრამ მთლიანობაში არ შეუძლიათ რომ საპასუხო დარტყმაზე გადავიდნენ და თქვა რაღაც ახალი მიწებით შემოიერთონ ასე შემდეგ. რაც თუნდაც გამოიხატა იმაში რომ 1019 წელს როჯერ ანტიოქიელი სასტიკად
დამარცხდა იგივე ნაჯმადინ ილღასთან ბრძოლაში, ეს იყო მარდინისა და ალეპოს ცნობილი ამირა, რომელიც შემდგომში დიდგორის დიდგორზე როცა გამოილაშქრეს დიდგორის ბრძოლა როცა მოხდა ერთ წელს ის იყო სელჩუკთა სამეფოების კოალიციური ლაშქრის მეთაური. აი ნეჯმადინ ილღასთან ბრძოლაში კარგად გამოჩნდა ჯვაროსანთა სისუსტეები, ეს არის მათი რიცხობრივი ძალიან დიდი სიმცირე, ეკონომიკური რესურსების ძალიან სუსტი ეკონომიკა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ხა ესენი იყვნენ ჩასულები უცხო მიწაზე იქ დაამყარეს ფეოდალური წყობა, რაღაცა ადგილობრივებისთვის საერთოდ წარმოუდგენელი ახალი სისტემა ჩამოაყალიბეს ფაქტობრივად, შექმნეს თქვა კათოლიკური ისინი სახელმწიფოები, რომელსაც თავისი ისინი ყავს ეპისკოპოსები, იქ საერთოდ სხვა მოსახლეობა ცხოვრობს, სხვა ცხოვრებას არიან მიჩვეულები, სხვა საზოგადოებრივი წყობა და ამ ყველაფერს ვერ შეეწყობიან ერთ და ორ დღეში ჯვაროსნები. ეს მოხდა დროთა განმავლობაში ხოდაშორის აი მე-13 საუკუნისთვის უკვე რაღაც დონეზე ინტეგრირებულები იყვნენ ისინი ადგილობრივ საზოგადოებაში, მაგრამ ამ დროს ჯერ კიდევ არა, ისინი არიან ახალი მოსულები. თანაც პრობლემა ის არის, რომ ჯვაროსნები ვერ იღებენ საკმარის შევსებას ევროპიდან. აი ეს ყველაფერი მთლიანობაში რაღაცა აი ამოგლეჯილივით ჩანს ეს სახელმწიფოები კონტექსტიდან, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთისა. აი ეს უქმნით სერიოზულ პრობლემებს. ჯვაროსნები შუაშორის ძალიან დიდ იმედს ამყარებდნენ კილიკიის სომხეთის სამეფოზე, რომელიც ამავე პერიოდში გაჩენილი სახელმწიფოა, იმიტომ რომ იმ ადგილზე მაინც ასე თუ ისე ეთნიკურად ერთი ხალხი ცხოვრობდა, სომხები ცხოვრობდნენ, კილიკიელი სომხები და მათთან ურთიერთობით ცდილობს ბალდუინ მეორე, რომ მეტნაკლებად დააბალანსოს თავისი ჩრდილოეთ ნაწილი, იერუსალიმის სამეფოსი, ანუ ანტიოქიის საგრაფო და ეს მიწები. და იქ სხვადასხვა ცოლად მოიყვანს შემდეგ კილიკიის მეფის ქალიშვილს და ეს საინტერესო მომენტიც არის რომ როდესაც ის იმათ ცდილობს ფული გამოსძალოს თავის სიმაგრს, იმიტომ რომ თვითონ ძალიან უჭირს ეკონომიკურად ბალდუინ მეორეს და ის თავის წვერსაც კი დააგირავებს, ერთხელ წვერი ითვლებოდა რაღაც ესეთი ღირსების ნიშნად ადამიანისა, რომ შეიძლებოდა რომ თქვა წვერი დაგიგირავებინა თუ თქვა მიიღებდი თქვა აიღებდი ვალს, შემდეგ შეიძლებოდა მევალეს უბრალოდ მოეთხოვა ის რომ თუ ვალს ვერ გადაიხდიდი ეს ეჭრა, რაც იყო ძალიან შეურაცხმყოფელი და ბალდუინის დროს ვიცით ეს ისტორია, ცნობილი ისტორია, რომელიც უკავშირდება მას. და შემდეგ მის სიმამრს მოუწია ამ თანხის გადახდა, რათა მისი სიძისთვის ეს წვერი არ მოეჭრა, სადაც სირცხვილის ნიშნად ითვლებოდა თავის დროზე. ამავე დროს ბალდუინი სხვადასხვა დატყვევებული იყო თვითონ სელჩუკთა ტყვეობაში იმყოფებოდა. ის შეიპყრო მირღაზის ძმისშვილმა ბალაკ იბნ ბაჰრამმა, რომ და ხარპუტის ციხეში ყავდა ჩაგდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასე რომ აი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თითქმის დეტალებში შეგვიძლია აღვადგინოთ, აი 1115 წლიდან დამთავრებული 1124-25 წლებამდე დეტალურად ვიცით სად იმყოფება ამ პერიოდში ბალდუინი, რომელ ტერიტორიებზე იბრძვის, თქვა რა საქმეს აკეთებს, ძირითადად ის ანტიოქიას იცავს მაგ დროს ილღაზის შემოტევებისგან, იმიტომ რომ როჯერის განადგურების შემდეგ იერუსალიმის სამეფო იძულებული გახდა, რომ დაეცვა თავისი ჩრდილოეთ საზღვრები და ამის გამო უწევს მუდმივად ამ მუსლიმებთან დაპირისპირება აქ თურქ-სელჩუკებთან ამ შემთხვევაში. ასევე აღსანიშნავი არის, რომ მან მოახერხა, რომ 1121 წლის დასაწყისში ზავი დადო ილღაზთან, ასე რომ ილღაზის ეს პრობლემა მოაგვარა, რომ ილღაზი აღარ შეუქმნიდა საფრთხეს ჯვაროსნებს, ანუ ამ პერიოდში რეალურად მას შეიძლება აწყობდა კიდევ შესაბამისი ძალები რო ყოლოდა ბალდუინ მეორეს ის შესაძლებლობა ექნებოდა მას, რომ პირიქით გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, იმიტომ რომ ილღაზი იწყებდა ლაშქრობას საქართველოს მიმართულებით, მაგრამ რადგან ჯვაროსნებს არ შეეძლოთ ამის გაკეთება, ისინი იძულებულები გახდნენ დათანხმდნენ ზავზე, პირიქით იმ მომენტისთვის ამოსუნთქვის საშუალებასავით იყო მათთვის და ეს ილღაზი ამ დროს მოემართება საქართველოსაკენ, სწორედ ეს დიდგორის ბრძოლა, რასაც მოყვა და მისი დამარცხება, ხოლო ილღაზის დამარცხებამ ძალიან დიდი როლი შეასრულა ჯვაროსნების შემდგომ ისტორიაში, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, ყველაზე ძლიერი ამირა იმ დროის თქვა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ამ ამირათა შორის, რომელიც ფაქტობრივად ქართველებმა გაანადგურეს და მისი სამხედრო ძალებიც დაასუსტეს და ამან ხელი შეუწყო შემდეგ სწორედ ბალდუინ მეორის მეფობის დროს მეტნაკლებად ანტიოქიისა და ედესის საგრაფოების შენარჩუნებას. აი საინტერესო ამ პერიოდში არის კიდევ ის, რომ ჩვენთვის ცნობილია დიდგორის ბრძოლაში იბრძვიან ფრანკი მეომრები, ფრანკი მხედრები, ხშირად ანუ რატომღაც ამ ფრანკებს არ არის გასაკვირი, უბრალოდ რომ აი ადრეული ისტორიოგრაფია უკავშირდება ხოლმე ჯვაროსნებს, მაინც და მაინც რომ თქო ჯვაროსნების გამოგზავნილი მეომარი იყო ეს 100 ფრანკი თუ 200 ფრანკი და სხვადასხვა სუმბატ სპარაპეტს 500 ფრანკით უწერია. მაგრამ საბოლოო ჯამში სამხედრო ისტორიის შესწავლით ქართულ ისტორიოგრაფიაში მივედით თქვა იმ აზრამდე ძალიან
ვთქვათ ესეთი კვლევის შედეგად, რომ ეს ხედრობა ამ შემთხვევაში, რომელიც ვთქვათ მონაწილეობს დიდგორის ბრძოლაში ფრანკი რაინდებისა არის მოქირავნე ფრანკი მეომრებისგან შემდგარი, რომლებიც თავისუფლად შეიძლება დაიქირავებინა ქართველ მეფეს. იმიტომ რომ ამის პრეცედენტი მანამდეც გვაქვს. ანუ ბაგრატ მეოთხის ლაშქარში ჯერ ვთქვათ ვარანგი მოქირავნეები ყავს, მას შემდეგ ფრანკი მოქირავნეები ყავს და ზოგადად საქართველოში მე-11 საუკუნეში უკვე არსებობს ტრადიცია ფრანკი მეომრების დაქირავებისა, რაც ბიზანტიისთვის იყო დამახასიათებელი და ასევე საქართველოსაც გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ის რომ საქართველოს არც ერთი საზღვარი არ ჰქონდა ჯვაროსნებთან და ამავე დროს საქართველოს არ ჰქონდა მაღალგანვითარებული ზღვაოსნობა და მით უმეტეს ბიზანტიიდან ის ვერ გადმოიყვანდა ჯვაროსნებს, რომლებიც სხვადასხვა ბიზანტიაში არ იყვნენ მაინც და მაინც მიღებულები, ბიზანტიას დაპირისპირება ჰქონდა იმ დროინდელ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან, იმიტომ რომ ანტიოქიაზეც აცხადებდა პრეტენზიას და ამავე დროს ბიზანტიის იმპერია მოითხოვდა რომ ყველა ეს ჯვაროსნული მიწები ყოფილიყვნენ ბიზანტიის ვასალები, იმიტომ რომ თავის დროზე ეს პირობა დაუდოთ და ეს ჯვაროსნებმა დაარღვიეს ეს პირობა. ამის გამო სამაგოდ ბიზანტია ყოველთვის ყავდა დიდი რაოდენობით ფრანკი მოქირავნეები თავის ჯარში, ეს იყვნენ რაინდები სიცილიიდან, სამხრეთ იტალიიდან, ნორმანდიიდან და შემდეგ, ანუ ზოგადად ნორმანი რაინდები, ძალიან ბრძოლისუნარიანები, რომლებსაც თავი გამოიჩინეს მთელ რიგ კამპანიებში ბიზანტიელებისა და სწორედ აი ამ რაზმებიდან ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ ეს მეომრები ხდებოდნენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თვით აღმოსავლეთის სახელმწიფოების მოქირავნე ლაშქრებშიც კი, ანუ თვით მუსლიმებიც კი იყენებდნენ იმ დროს ფრანკ მოქირავნე რაინდებს. ცნობილი ფაქტია ეს მონღოლების დროინდელი ისტორიებიც კია შემორჩენილი ფრანკი რაინდებისა, რომელთა ორი ფრანკი რაინდი ყავდა ტყვედ ჩაგდებული მონღოლებს და ორთაბრძოლა მოაწყვეს მათ შორის. ასე უნდათ რომ დაეხოცათ ისინი და ამ რაინდებმა შეწყვიტეს შუა ბრძოლის დროს ორთაბრძოლა და გარშემო ვინც იდგნენ მაყურებლები მათ დაერივნენ ხმლები და სანამ თქვა მათ დახოცავდნენ თითო მათგანმა 10 კაცზე მეტი მოკლავ, ასეა ცნობილი ისტორიული წყაროებიდან. თუ ძალიან ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი პროფესიონალი მეომრები იყვნენ სწორედ ესენი. ამიტომაც თქვა იგივე დავითის ლაშქარში თუნდაც 100 კაცს და თუნდაც 500 რაინდს ასეთ შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დიდი დარტყმის შეძლება ჰქონდა. ამიტომაც არის რომ მოხსენიებულია ყველა ისტორიულ წყაროში ისინი, ისევე როგორც თქვა იგივე ალანები, იგივე როგორც ყივჩაღები და ასე შემდეგ. ამ ყველა მათგანმა გარკვეული როლი შეიტანა დიდგორის ბრძოლაში წარმატებაში და ყველა მათგანი იყო დავითის იარაღი, რაც ჭირდებოდა მას ამ ბრძოლისათვის. მაგრამ ჩვენთვის რაც არის მნიშვნელოვანი ის რომ საქართველოს ჰქონდა პირდაპირი ურთიერთობა და კავშირი იმ დროინდელ ჯვაროსნებთან, აი ეს ისტორიული წყაროებით არ დასტურდება. ჩვენ არ გვაქვს ხელმოსაჭიდი რომ მივარაუდოთ საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს აქვს კავშირი, მოკავშირეობა, რასაც ქვია ჯვაროსნებთან და ეს გამომდინარეობს ძალიან კარგად იმ დროინდელი პოლიტიკური ვითარებიდან, გამომდინარეობს თუნდაც იგივე ჯვაროსნთა ცნობებიდან, რაც მათ საქართველოს აქვს ძალიან ყურმოყრულ დონეზეა ეს ყველაფერი გაკეთებული და დაწერილი და ერთადერთი მომენტი როცა მეტნაკლებად რაღაც დონეზე მათ საქართველოს დაწერეს ჯვაროსნებმა მემატიანება ეს არის დიდგორის ბრძოლის შესახებ სწორედ როცა ვინაიდან გოტე ანტიოქიელი რომელსაც პირველ სურათზე ხედავთ თქვენ როგორ ათავისუფლებს ილღაზი გოტეეს გოტე ტყვედ ჩავარდა ეს იყო ანტიოქიის კანცლერი ტყვედ ჩაუვარდა ილღას სისხლიან ველზე მომხდარი ბრძოლის შემდეგ როდესაც როჯერ ანტიოქიელი დამარცხდა და ილღაზმა არ მოაკვლევინა გოტიე გაათავისუფლა. შემდეგ გოტიე იყო ძალიან უარყოფითად განწყობილი ასაკურველია ილღაზის მიმართ, იმიტომ რომ მან მისი მთავარი და მთელი თქვა ეს ჯვაროსანთა დიდი ნაწილი ამოწყვიტა სისხლიან ველზე ბრძოლაში და აი ერთი მხრივ სანამ ეს თავისი თხზულება ბელა ანტიოხენა ანუ ანტიოქიის ომებს წერს, თავიდან ძალიან ისეთი რეალისტური მიდგომით წერს, ძალიან ისეთი ობიექტურია თითქოს მსჯელობაში და უცებ ამ ბრძოლის შემდეგ გოტიე არის რაღაცა ძალიან სუბიექტური ხდება ჯვაროსნების და თქვა ქრისტიანების მხრიდან წერს ძალიან აგრესიულად მოწინააღმდეგის ჯარების რიცხოვნობა სადღაც როეწერა 5 და 6000 თავის დროზე ანუ რეალური ციფრები უცებ აწევს 600 და 800 და 900000-ზე იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტის დახოცვა აღწეროს თავის იმაში სულოჟას საკეთებდნენ ხოლმე შედა ორივე მხრიდან არა მხოლოდ თქვა ქრისტიანები არამედ მუსლიმებიც იგივე საკეთებდნენ მაგალითად მანასკერტის ბრძოლაში წერენ რომ 200000 კაცი ყავდა ბიზანტიას თუმცა სუმთლიანობაში ბიზანტიური არმია 30000 არ აჭარბებდა არც ერთ შემთხვევაში შუა საუკუნეებში. ამიტომაც აი ეს ტენდენცია, ეს წყაროწოდნეობითი პრობლემები, რაც არსებობს ამ შუა საუკუნოვან მწერლობაში, ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, როცა საუბრობთ იმ დროინდელ ჯვაროსნულ აღმოსავლეთზე. და აი ქართველი ისტორიკოსი სოსო მარგიშვილი ძალიან სამართლიანად აღნიშნავს, რომ ჯვაროსნულმა მოძრაობამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მთელ აღმოსავლურ სამყაროსა და მათ შორის საქართველოსაც. მათმა გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა პოლიტიკურ ძალთა ბალანსი სამხრეთ ამიერკავკასიასა და წინა აზიაში, რაც საქართველოს ისევე როგორც ბიზანტიამ და სომხეთმა სელჩუკთა წინააღმდეგ
თავისი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისთვის სრულად გამოიყენა, მაგრამ სამხედრო პოლიტიკურ მოკავშირეობამდე საქმე არ მისულაო. აი სწორედ ამას აღნიშნავს და ამ შემთხვევაში ჩვენ დავეთანხმოთ მას, იმიტომ რომ ეს მსჯელობა გამომდინარეობს ისტორიული წყაროების კარგი ანალიზის შედეგად. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, აი ეს ტექსტებიც მეტნაკლებად ამ პერიოდს შეესაბამება და შეგვიძლია განვიხილოთ. ეს არის ერთი არის დავითის სიტყვა ბრძოლის წინ, რომელიც გოტი ანტიოქელმა აღწერა. ჩვენ არ ვიცით ეს ნამდვილად ის სიტყვა არას თქვა თუ არა, იმიტომ რომ ხშირი იყო ანტიკურ და შუა საუკუნეების წერლობაში, რომ აი ბრძოლის წინა სიტყვებს მემატიანე თავისებურად ხსავდა ხოლმე, შეუსაბამებდა იმ დროინდელ სიტუაციას და ამ შესაბამისად ადგენდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მაინც რომ მან ახსენა საერთოდ ეს და მნიშვნელობა მიანიჭა დიდგორის ბრძოლას, იმიტომ რომ ეს მართლაც უსვამს ხაზს ამ ბრძოლის ძალიან დიდ მასშტაბს, იმ დროისთვის დიდ მასშტაბს და მნიშვნელობას და ჯვაროსნებისთვისაც მნიშვნელობას, არა მარტო საქართველოსთვის. და აქ არის მოცემული ძალიან ცნობილი სიტყვები, რომელიც ძალიან ხშირად შეგხვდებათ ალბათ ტექსტებში, ან ხშირად არის მოხსენიებული დავითის გამოსვლა მეომრების წინაშე. და ასევე ეს არის ძალიან საინტერესო ფრაგმენტი ანსელუსის წერილიდან მე-12 საუკუნეში. ანსელუსი იყო ესეთი ბერი, ფრანგი წარმოშობით, ლათინთა, ანუ ჯვაროსანი ის იყო, რა ქვია, ბერი იყო, რომელიც ამ წერილს წერს გალოს პარიზის ეპისკოპოსს და ამ წერილში აცნობებს, რომ ქართველთა დედოფლის, ანუ დაქრულებული დედოფლისგან მან შეისყიდა ჯვარი, რომელშიც იყო ძელი ცხოველის ნაწილი მოთავსებული, ანუ იმ ჯვრისა, რომელზეც ქრისტე აწამეს. ეს იყო ძალიან დიდი სიწმიდე. თავის დროისთვის შუა საუკუნეებში მიიჩნეოდა, რომ ძელი ცხოველი იყო აი ყველაზე დიდი სიწმიდე აბსოლუტურად, იმიტომ რომ ერთ-ერთი ნივთი იყო ფაქტობრივად შემორჩენილი, რომელზეც ქრისტე შეხებია და ზედ ეწამა და ანუ უნებრივია მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ის იყო ყველაზე დიდი ქრისტიანული სიმბოლო თავის დროზე და ეს ინახებოდა იერუსალიმში მისი ყველაზე დიდი ნაწილი, რომელსაც ძელი ცხოველს უწოდებდნენ და ძალიან ხშირად გამხდარა გარკვეული კონფლიქტების, გარკვეული ისტორიული მოვლენების მიზეზი ეს ვთქვათ ქრისტიანული სიწმიდე. და ამ შემთხვევაში აქაც არის საუბარი იმაზე, რომ ქართველ მეფეებს ჰქონდათ ძელი ცხოველის ნაწილი, სანაწილე ეწოდებოდა, ეს არის ვთქვათ რაღაცა ნივთი, ამ შემთხვევაში ჯვარი, რომელშიც მოთავსებული არის აი იმ ჯვრის ნაწილი, რომელზეც ვთქვათ თავის დროზე ქრისტე ეწამა. და აი ეს ითვლებოდა ძალიან დიდ სიწმიდე და ასეთი ნაწილები თითქმის ყველა ევროპის ცნობილ სამეფო საგვარეულოს ჰქონდა, როგორც საგვარეულო რელიკვია და როგორც რელიგიური სიმბოლო. და შესაბამისად აი ამ ჯვრის გაყიდვა და მისი შესყიდვა ეს ისეთი მნიშვნელობის ვთქვათ ფაქტია, რომ ვთქვათ იმ დროიდან მაშინ აისახა რასაკვირველია წერლობაში და ვთქვათ იგივე ვიცით ეს ისტორია, როგორ ჩავიდა შემდეგ ეს ჯვარი გაგზავნეს საფრანგეთში და იქ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ინახებოდა, ანუ ეს არსებობს ამის ისტორია, სხვაშორის პირველმა ვის დაწერა ამაზე ის იყო ზურავ ავალიშვილი, ჩვენ 20-იან წლებშია ჯერ კიდევ დაწერილი ამ შესახებ, ძალიან საინტერესო წერილებია ლათინურ ენაზე აქვს გამოცემული ასევე ქართული თარგმანით, პარალელური თარგმანით და ამ წერილებმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართულ ჯვაროსნული ურთიერთობების ისტორიის შესწავლაში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტებია. აი აქ ხედავთ თქვენ ერთ საინტერესო მომენტს, რაც უწერია ის დავით, რომელს მისი წინაპრებივით კასპიის კარი გოგსა და მაგოგს რომ ზღუდავს, ეჭირა და დარაჯობდა. აი აქ ძალიან საინტერესოდ აჩვენებს ანსელუსი და ზოგადად ეს არის გარკვეული, როგორ ვთქვა, თითქოს შაბლონური სქემა რაღაცა ევროპელი მემატიანების ანტიკურობიდან დაწყებული, აი ეს კავკასიის გადმოსასვლელების კონტროლის საკითხი. ანუ დაწყებული ანტიკურობიდან ეს ყოველთვის იყო გარკვეული მნიშვნელობის ქრისტიანობაშიც მიეცა მას თავისი ეს საშუალება გოგისა და მაგოგის ქვეყნები, ანუ ის რაღაცა, რასაც ელოდნენ იქიდან რაღაცა უცხო, რაღაცა საფრთხის შემცველი, აი იმის ზღვარზე დგას საქართველოს მეფე, ამ შემთხვევაში აკონტროლებს ის კავკასიის უღელტეხილებს, აი ეს თემა მუდმივად გაზდევს დაწყებული თქვა ანტიკურ ხანაში ჯერ კიდევ როცა იქ კასპიის კარი, ანუ დარუბანდი და დარიალის კარის დაცვაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ყოველთვის განიხილებოდა ეს მხარეებს შორის, აი შუა საუკუნეებში გარკვეული წარმოდგენა არსებობს ამას და ეს ტრადიცია არის შენარჩუნებული. და ეს კარგად იცის ანსელუსმა, რომელიც ამას ახსენებს ძალიან კარგად თავის წერილებში. ხა რაც შეეხება აი მოსაზრებას კიდევ აი საინტერესო მოსაზრებაა ეს, რომელიც სოსო მარგიშვილს ეკუთვნის, ასევე ის ამას გამოგიგზავნით შემდეგ განსაკუთრებული ამ სლაიდებს ავტვირთავ, რომ გამოიყენოთ შემდგომში ეს ტექსტები საჭიროებისა და მიხედვით. იქ ძალიან საინტერესოდ აღნიშნავს სოსო მარგიშვილი ამ ტექსტებში, რომ რა არის მიზეზები და რის გამო იყო, რომ ეს შეზღუდული იყო ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის ურთიერთობა, რა თქვა
როდის გაადვილდა მეტნაკლებად ეს პროცესი, როდის უფრო გართულებული იყო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რასაკვირველია დეტალურ დონეზე შეგიძლიათ უკვე ამ მის ნაშრომებში უკეთად გაეცნოთ, ისევე როგორც სხვა ტექსტებში, რომელსაც ასევე შემოგთავაზებთ ლექციის შემდეგ. რაც შეეხება კიდევ ერთ საინტერესო მომენტს, ეს არის ქართველების მონასტრები წმინდა მიწაზე. იმიტომ რომ ხშირად არის ხომ რომ ჯვაროსნებთან ურთიერთობას, პოლიტიკურ ურთიერთობას უკავშირებენ პირდაპირ ჯვრის მონასტრის საკითხს. ჯვრის მონასტერი, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ გვიანანტიკური ხანიდან, აქ ქართველების დაარსებული, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი, რომელიც საერთოდ საქართველოს ქრისტიანულ პერიოდში გაუკეთებია, მით უმეტეს საზღვარგარეთ ამ შემთხვევაში. საერთოდ წესი იყო, რომ ქრისტიანო სახელმწიფოებს ყოველთვის ცდილობდნენ ხოლმე, რომ გაეკეთებინათ იქ იერუსალიმში, ბეთლემში და შემდეგ თავიანთი მონასტრები დაეარსებინათ. იქ იმიტომ რომ ის ითვლებოდა წმინდა ადგილებად, ის იყო უფლის საფლავთან ახლოს და ასე შემდეგ იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე. და ქართველებმა ჯერ კიდევ გვიანანტიკურ ხანაში დაიწყეს იქ მონასტერზე ზრუნვა აშენებაზე, გააკეთეს ჯვრის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. ეს მონასტერი არსებობს არა მარტო თქვა ჯვაროსნულ პერიოდში გამოჩნდა, მანამდე იყო საუკუნეებით ადრე. შესაბამისად ეს ტრადიცია შენარჩუნებულია ჯვაროსნების პერიოდშიც. ანუ ქართველები მეტნაკლებად შეიძლება უკეთესადაც გრძნობენ თავს ჯვაროსანთა მართლობებს, იმიტომ რომ მაინც ახლა ეს არის ქრისტიანული ეკლესია, ქრისტიანები არიან ჯვაროსნები, მოვიდნენ ამ ტერიტორიაზე და რასაკვირველია ამ მონასტრებს ყველა ორენში დაიცავენ ისინი და გააკონტროლებენ ამ სივრცეს. ამან გაადვილა, ანუ ქართველი პილიგრიმების მოძრაობა, გაადვილა ბერების გადაადგილება ერთი მხრივ ამ ჯვაროსანთა ტერიტორიაზე და მაგრამ მეორე მხრივ უნდა ვთქვათ, რომ ამას პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს. ეს ყოველთვის იყო ამ სივრცეში და თქვა და ჯვაროსნების მას დამსახურება არ არის ის, რომ თქვა ეს ჯვრის მონასტერი და ეს სხვა ძეგლები ამ ადგილზე არსებობდა ან ააშენეს ქართველებმა. ეს მანამდეც იყო, უბრალოდ ჯვაროსანთა პერიოდში მეტნაკლებად ხელი შეეწყო მათ განვითარებას. და ასევე აღსანიშნავი არის ხოდაშორის ის, რომ ჯვრის მონასტრის აღაპებში, ან მოსახსენიებელთა წიგნებში მოხსენიებულები არიან ძალიან ბევრი ჯვაროსანი მოღვაწეები, მე-12 საუკუნისაა ჯვაროსანი ლორდები, თქვა იგივე ორდენების წევრები, ჰოსპიტალიერები, ტამპლიერები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წირავენ ჯვრის მონასტერს, სხვადასხვა ქონებას, რათა ისინი ლოცვებში მოიხსენიონ. ეს იყო ძალიან ესეთი ტრადიცია შუა საუკუნეებში და ეს მანიშნებელი არის იმაზე, რომ ჯვაროსნებისთვისაც ჯვრის მონასტერი, იმ როდესაც მიიჩნეოდა ქრისტიანულ სიწმინდედ, დიდი მონასტერი იყო ეს, დიდი ქრისტიანული კერა იყო და ჯვაროსნები თვითონვე ამასთან გარკვეული ურთიერთობა გააჩნიათ ამ მონასტერთან, იცავენ მას და აქვთ თქვა იგივე მის წინამძღვრებთან, ბერებთან ასე შემდეგ ურთიერთობა. ანუ ასეთი ტიპის ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში არსებობდა წმინდა მიწაზე სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს შორის და რასაკვირველია სხვადასხვა ქრისტიანობის წარმომადგენლებს შორის, თქვა იგივე კათოლიკური ქრისტიანობის, აღმოსავლური ან ბერძნული ქრისტიანობის ამ შემთხვევაში როგორც უწოდებდნენ ხოლმე მართლმადიდებლურ ეკლესიას, იგივე სომხური ქრისტიანობის, მუსლიმებს, იუდაველებს შორის, ანუ ეს იყო ადგილი, სადაც ეს ყველა რელიგია თავს იყრიდა, იმიტომ რომ ყველა მათგანისთვის იყო წმინდა ადგილი. შესაბამისად, მათ უნდა გამოენახათ საერთო ენა, უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთობაში, რომ შეენარჩუნებინათ იქ გარკვეული სიმშვიდე და ის, რომელიც აწყობდა ყველა მათგანს. თუმცა აი როგორც გითხრათ, აი კარგად არის აღნიშნული ამ სიტყვებში, რომ ქართული ეკლესია მონასტრები პალესტინაში ინტენსიურად ფუნქციონირებდნენ როგორც ჯვაროსნების გამოჩენამდე, ასევე მათი განდევნის შემდეგაც და სისტემატიური ურთიერთობები ჰქონდათ ადგილობრივ მუსლიმ ხელისუფლებასთან, ანუ სხვადასხვა დროს სალადინთან, მამლუქებთან, ოსმალების პერიოდშიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა, იგივე ეგვიპტის მამლუქ სულთნებთანაც ქართველებს ჰქონდათ მოწერა და ურთიერთობა, ელჩების გაგზავნა ამ მიწების შესანარჩუნებლად და ასევე ეს არ ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს სამეფოს რომელიმესთან ჰქონდა პოლიტიკური ალიანსი. უბრალოდ ეს იყო კულტურული და რელიგიურ დონეზე ურთიერთობა, რომელიც აუცილებელი იყო იმ შემთხვევაში, რომ ქართველებს შეენარჩუნებინათ ეს თავიანთი ქრისტიანული ძეგლები წმინდა მიწაზე. და ეს მუდმივად ხდება საუკუნეების განმავლობაში. რაც შეეხება უფრო შემდგომ პერიოდს, თამარ მეფის პერიოდს, იგივე სალადინია, თქვა და თავის იმპერიას ქმნის და შემდეგ ჯვაროსნები მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობა მიმდინარეობს და ამ პერიოდის ურთიერთობა ქართველებსა და აიუბიანებს შორის. საერთოდ ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, როგორც ხედავთ, სოსო მარგიშვილი წერს ამ შესახებ, რომ დავით აღმაშენებლის დროს დაწყებული მოკავშირეობა ჯვაროსნებთან გაგრძელდა გიორგი მესამის და თამარის მეფობის ხანაშიც. რუსუდანისა და ლაშა-გიორგის პერიოდებში ურთიერთობა ჯვაროსნებთან ნამდვილად თითქმის გადაიზარდა სამხედრო პოლიტიკურ მოკავშირეობაში, რასაც თავისი ობიექტური საფუძვლები ჰქონდა, მაგრამ გიორგი მესამე და განსაკუთრებით თამარის დროს ეს გამორიცხული უნდა ყოფილიყო და ამაში ისტორიკოსს ნამდვილად არ ცდება, ვინაიდან სწორედ აი ამ პერიოდში თამარი და ზოგადად საქართველოს სამეფო მართლაც არ არის შეხებაში არანაირ ჯვაროსნებთან, ამის შესახებ ჩვენი ისტორიული წყაროები არ გვაქვს და მეორე მხრივ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული წყარო.
ეს არის ფიცის წიგნი სალადინისადმი. ანუ თამარ მეფე და სალადინს შორის არსებობს პირდაპირი პოლიტიკური მოლაპარაკებები, რის შემდეგაც თამარ მეფე მას უგზავნის ფიცის წიგნს, ანუ ეგრეთ წოდებული ეს არის ტექსტი, რომელშიც თამარ მეფე ესაუბრება სალადინს, უხსნის მას, რომ არასდროს არ იქნება თამარი მისი მოწინააღმდეგე, მისი მტერი, არასდროს არ დაეწყნობა მის ტერიტორიებს და ფიცს დებს. და ხედავთ აი ამ ფიცის ტექსტს, რომელიც გამტკიცებული არის სხვადასხვანაირი, აი ხედავთ რომ რას იფიცებს თამარი, რომ თქვა თუ მე ეს დავარღვიე, ყოფილი ვარ ასეთი და ასეთი და შემდეგ. ანუ ის ყველანაირად ცდილობს ამ ფიცში დაარწმუნოს სალადინი, რომ ის არ არის მისი მოწინააღმდეგე და გარკვეული პოლიტიკური სტაბილურობის შეტანა სურს ქართველებისა და აიუბიანების ურთიერთობაში. ესეთი ტექსტი უნდა ყოფილიყო რასაკვირველია აიუბიანების მხრიდან, სალადინის მხრიდან, თუმცა სამწუხაროდ შემორჩენილი არ აქვს ასეთი დოკუმენტი, იმიტომ რომ საერთოდ ვიცით, რომ შუა საუკუნეების საბუთების ყველა საბუთი ისეთ შემორჩენა იშვიათია და რაც გვაქვს მეტნაკლებად იმით ვცდილობთ, რომ გამოვიტანოთ ლოგიკური, ისტორიული, თქვა ანალიზი, რომელიც მოგცემს იმ პერიოდის ხედვას. მოკლედ აი ეს ისტორიული ძეგლი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქართველებსა და აიუბიანებს შორის არსებობს პირდაპირი პოლიტიკური მოლაპარაკება და ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არ ერევა სალადინისა და ჯვაროსნებს შორის ომებში. ანუ საქართველო არ მონაწილეობს მესამე ჯვაროსნულ ომში, აი რიჩარდ ლონგულის და ფილიპე მეორის და ასე შემდეგ. ამ მოვლენებიდან არის ცალკე საქართველოს აქვს თავისი პოლიტიკური პრობლემები იმ პერიოდში, ის ებრძვის რომის სასულთნოს, ებრძვის თქვა იგივე ილდეგუზიანთა სახელმწიფოს, ანუ აზერბაიჯანის ათაბეგებს და იქ არის ჩრდილოეთში პრობლემები და გარკვეული სიტუაცია, პოლიტიკური სიტუაცია არის შექმნილი ისეთი, რომ საქართველოს არ უწევს ამ შემთხვევაში ჯვაროსნებთან ერთად რაიმე ომში მონაწილეობა და თქვა ის არც პირდაპირი კავშირი აქვს სალადინთან, თუმცა მშვიდობა აქვს დამყარებული მასთან და ეს ფიცის წიგნიც ამას მოწმობს. მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს ჰქონდა შემდგომში კონფლიქტი გარკვეული აიუბიანებთან. ანუ ეს ფიცის წიგნით არ დამთავრებულა ქართველებსა და აიუბიანების ურთიერთობა. იმიტომ რომ საქართველო მას შემდეგ რაც ის სომხეთის ტერიტორიას ფაქტობრივად იკავებს თავიდან ბოლომდე, ის მიიწევს უფრო სამხრეთისკენ, სამხრეთ სომხური მიწებისკენ, ვანის ტბის მიდამოებისკენ, სადაც არსებობს ქალაქი ხლათი. ქალაქ ხლათს მართავენ იმდროს შაჰ-არმენები, ასეთი სახელმწიფო არსებობს, ეს შაჰ-არმენთა სახელმწიფო, რომელიც თავისი ისინი ყავს მართველები, ყავს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს პირდაპირ მოწინააღმდეგე ხდება ამ ტერიტორიებისათვის ბრძოლაში და საქართველოს სამეფო იწყებს ლაშქრობებს ამ ტერიტორიაზე. ამ ლაშქრობების უმეტესი ნაწილი არის მარბიელი, ანუ ეს არის საყავს მიზნად რომ დაიპყროს მაინც და მაინც ეს ხლათის სახელმწიფო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს გადაიზარდა უკვე ალყებშიც, ანუ საქართველოს უკვე ცდილობს რომ აიღოს ხლათი და ამ ტერიტორიაზე თავის გავლენა დაამყაროს. მაგრამ სწორედ ამავე დროს 1207 წლიდან აქ ჩნდებიან აიუბიანების. ხლათში აიუბიანთა დინასტია მოდის სათავეში. აიუბიანები უფლებენ ამ ტერიტორიას თავის იმპერიაში შეყავთ და საქართველოს უკვე უშუალოდ აიუბიანებთან დაპირისპირებაში გამოდის ფაქტობრივად, ანუ საქართველოს ებრძვის აიუბიანთა სახელმწიფოს. იქ არის ცნობილი მოვლენა, როცა საქართველოს არმია ივანე მხარგრძელის მეთაურობით ალყაში შემოარტყავს ხლათს. ვერ აიღებს ხლათს, სხვადასხვა ერთ-ერთი მიზეზი ამის გახდა ის, რომ მეორე ალყის დროს ის ივანე მხარგრძელი ტყვედ ჩაუვარდა ხლათელებს, ანუ ის ესეთი ცნობა არის ისტორიული, რომ ნასვამი იყო და ცხენ თავის მცირე რაზმთან ერთად იყო გალავნის გარშემო მოძრაობდა ხლათის გარშემო და დაინახეს ხლათელებმა და გამოვარდნენ იქიდან ციხიდან და შეიპყრეს ივანე მხარგრძელი, რის შემდეგაც მას მოსთხოვეს ერთი პირობის შესრულება. რასაკვირველია, ზავი უნდა დაედო საქართველოს სამეფოს ხლათის სასულთნოსთან და ამავე დროს მეორე საკითხი კიდე ხლათის სულთან სოლად უნდა მოეყვანა ივანე მხარგრძელის ქალიშვილი თამთა, რაც შემდგომში შესრულდა კიდევაც და სხვადასხვა ეს თამთა შემდგომში ცნობილი არის, როცა ჯალალედინი, რომელიც აიღებს ხლათს ხორეზმელთა ლაშქრობების პერიოდში, თამთას მოიყვანს შემდეგ ცოლად, ანუ მას მართალია ქმარი ყავს, მაგრამ ჯალალედინს არ შეაწუხებს ნამდვილად ეს სინდისი და თამთასაც მოიყვანს ცოლად. საინტერესო ისა აქვს, თავგადასავალი აქვს გავლილი თამთას, რომელიც შემდგომში მონღოლეთში მოხვდა, სხვათა შორის მონღოლებისგან ამ ტერიტორიებზე დაპყრობის შემდეგ და მონღოლებმა დაამტკიცეს ის ხლათის მმართველად, სხვათა შორის ის დაბრუნდა შემდგომში უკან და ამ დროს მისი ქმარი ცოცხალი აღარ არის და ქმრის ძმას შესთავაზებს, რომ ერთად მართოთ ხლათი, ანუ ცოლად გაყოლვას და ამის შემდეგ არ ვიცით ისტორიული წყაროების სამწუხაროდ აღარ აქვს შემორჩენილი თუ როგორ განვითარდა, თუმცა ამის შესახებ აქვს ესეთი ქართველოლოგია ცნობილი ენტონი ესტმონდი, წიგნი აქვს თამთას სამყარო ქვია ამ წიგნს და ძალიან საინტერესოდ აღწერს მის მოგზაურობას და მის ცხოვრებას აი იმდროინდელი პოლიტიკური და ისტორიული ამ რეალობის ფონზე. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, აი უშუალოდ საქართველოს როცა მართლა მიეცა შანსი რომ ჩართულიყო ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ეს იყო ლაშა გიორგის დროს, ანუ გიორგი მეოთხის მმართველობის პერიოდში
გიორგი მეოთხე უკვე მზად იყო, რომ მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა და ხოთაშორის აი ამის შესახებ იქ ხოთა სირია-პალესტინიდან ცნობებით ჩადის ევროპაში, რომ აი რაღაცა ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს მართალია საქართველოზე მათ, ანუ ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს, მარტო იციან თქვა რაღაცა მეფის სახელის დონეზე და რაღაც შორეული სახელმწიფო როა და ქრისტიანი რომ არის და ასე შემდეგ. და ასევე არის ცნობილი, მე არ მინდა დღეს მაინც და მაინც ამ თემას გავავახვილო ყურადღება, პრესვიტერი იოანეს მითი, რომელზეც თქვა ისტორიკოსები მსჯელობენ დღემდე, რომ თქვა ვინ არის მისი პროტოტიპი, რასაკვირველია, ეს არის თავიდან ბოლომდე ლეგენდა, თუმცა რაღაცა ორმოკრული თემიდან იწყება მისი გავრცელება, თუნდაც შეიძლება ყოფილიყო დავით აღმაშენებელი, შეიძლება ყოფილიყო თქვა შემდგომ პერიოდის რომელიმე ქართველი მეფე, იმიტომ რომ მას უბრალოდ ტერიტორიებს უცვლია, ხან ინდოეთის მეფეა, ხან კავკასიონის მიღმაა და მოკლედ ეს არის ცნობილი ლეგენდა, რომელიც დამკვიდრებულია რაღაცა შორეული აღმოსავლეთის ქრისტიანი მეფე, რომელიც მოდის და ჯვაროსნებს უნდა დაეხმაროს. თუმცა საწუხაროდ არც არ მოვიდა, იმიტომ რომ არ არსებობდა. რაც შეეხება დებუას ეპისტოლეს, ბეზანსონის არქიეპისკოპოსისადმი, აი ამ ეპისტოლეში ძალიან კარგად ჩანს ის ყველა კლიშე, ის შაბლონი, რაც წარმოდგენაც ჰქონდათ ჯვაროსნებს და იმდროინდელ ევროპელებს, საერთოდ ქართველების მიმართ და ძალიან ბუნდოვანია ეს ყველაფერი. ან არის ძალიან გაზვიადებული, ძალიან ესეთი შთაბეჭდილების შესაქმნელად მოტანილი და სამწუხაროდ არ შეესაბამება სიმართლეს. მაგრამ მეტნაკლებად ეს იმედს აძლევს ჯვაროსნებს, რომ არის თქვა რაღაცა ძალა ქრისტიანული კიდევ ერთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც დაეხმარება მათ და მართლაც მოხდებოდა ასეთი დახმარება, როცა ლაშა გიორგის დაცლოდა ამ შემთხვევაში და მონღოლები არ შემოჭრილიყვნენ საქართველოში, რომელზეც საერთოდ შემდგომი მეფე უკვე რუსუდანი აღნიშნავს პაპ ჰონორიუს მესამესთან წერილში. თუმცა სანამ გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ აი მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის კიდევ ერთი მემატიანე, ეს არის ამ შემთხვევაში ჟაკ დე ვიტრი იერუსალიმის ისტორიაში, აი ასე საინტერესოდ აღწერს ქართველების შესახებ გვაძლევს ცნობებს. აი სწორედ მის ნაწერებშიც ამას გულისხმობ, რომ აი ძალიან ისეთი ზოგადი, ზედაპირული და შაბლონურია, მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან მნიშვნელოვანია მაინც რომ ის იხსენიებს ქართველებს, იმიტომ რომ ჟაკ დე ვიტრი შემდგომში თავის წერილებში აღნიშნავს, რომ ქართველებს შეხვედრია ის წმინდა მიწაზე, იმიტომ რომ გასაკურველია ქართველი ბერები მოძრაობდნენ, ვაჭრები აუცილებლად იქნებოდნენ და სხვა ფენის წარმომადგენლები, რომლებიც პილიგრიმობას ეწეოდნენ და ჩადიოდნენ ხოლმე სივრცეში, ის შეხვდებოდა რასაკვირველია მათ, თუმცა ამ ხოდ რაღაცა მცირე რამდენიმე ადამიანთან შეხვედრით ის მთელ სახელმწიფოზე და ერზე წარმოდგენას და ინფორმაციას ვერ მიიღებ და ამავე დროს ჩვენ გავითვალისწინოთ ერთი პრობლემა, რომ აი ხედავთ პირველ იმაში წერს, რომ ისინი კითხულობენ წმინდა წერილს ბერძნულად და საიდუმლოებსაც ბერძნულ წესს შესაბამისად აღასრულებენ. ანუ მართლმადიდებლური ეკლესია როა ამას გულისხმობს ბერძნული ეკლესია ამ შემთხვევაში, თუმცა ამავე დროს კიდევ ერთი პრობლემა იყო, ეს იყო ენის პრობლემა, იმიტომ რომ ქართველებმა არ ვიცით, რომ საერთოდ ლათინური თუ იცოდნენ იმ დროს, იმიტომ რომ აშკარად თორსა ამას შეეხო საკითხი, აღმოჩნდა რომ ქართველებმა ლათინური ენა არ იცოდნენ, იმიტომ რომ იგივე ფერერა ფლორენციის კრებაზე რომ ჩავიდნენ ქართველებს, სადაც ლათინურად იყო თავიდან ბოლომდე ეს გამართული, იმიტომ რომ ლათინური იყო საერთო ენა, საეკლესიო ენა, რომელიც დასავლეთში ფუნქციონირებდა, ქართველებმა ვერაფერი ვერ გაიგეს, ასლაპარაკობდნენ იქ, იმიტომ რომ ლათინური არ იცოდნენ. იყვნენ ბერძნულენოვანები, ბერძნული ენა იყო ქართველებისთვის უცხო ენა, რომელიც უცოდნოდათ. იმიტომ რომ ეს იყო ბიზანტიური ენა, ეს იყო ბიზანტიის გავრცელებული და სივრცეში რაღაცა ლინგვა ფრანკა. ამიტომაც ქართველებისთვის ლათინური სამყარო მეტნაკლებად უცხო იყო და ეს ალბათ ამ ურთიერთობების გარკვეულ სიშორესაც კარგად უსვამს ხაზს, რომ ქართველებს არ დაჭიროებიათ ლათინური ენის სწავლა და არ თქვათ ლათინებს იგივე მათთან ურთიერთობა ამ ენაზე. ასევე აი ჟაკ დე ვიტრი იერუსალიმის ისტორიაში ცდილობს, რომ აი ნახეთ ერთი ძალიან ანტიკურ და მოძველებულ მოსაზრებას იხსენებს, რომელიც ჯერ კიდევ პომპეუსის ლაშქრობების დროიდან არის საქართველოს ნახსენები, იმიტომ რომ კავკასია ითვლებოდა ძველ ბერძნულ და რომაულ სამყაროში მხარეთ, სადაც რომლის მიღმაც, კავკასიონის მიღმაც ცხოვრობდნენ ამაზონები, ანუ მებრძოლი ქალები, მათი სახელმწიფო იყო და ამიტომაც აი ეს ჟაკ დე ვიტრიც ახსენებს ამ მოვლენას, ის აშკარად იცნობს ანტიკურ ისტორიოგრაფიას, როგორც საერთოდ იმდროინდელი ავტორები აკეთებდნენ ხოლმე, იგივე ქართველებიც მათ შორის, იგივე ლეონტი ბროველიც კი იცნობს ანტიკურ ისტორიოგრაფიას გარკვეულ დონეზე, იმიტომ რომ მის თხზულებებში ჩანს კავშირები. აი ხედავთ იგივე ჟაკ დე ვიტრი ამბობს, რომ მათი წარჩინებული ქალები ისევე როგორც ამაზონები ბრძოლაში რაინდებივით იარაღს ატარებენო. ანუ ჩვენ არასდროს არ გვაქვს არც ქართულ ისტორიულ წყაროებში და არც ქართულ ტრადიციაში და თუმცა ქალი როგორც თქვა მებრძოლი და რაინდი და შემდეგ, მაგრამ სამაგეროდ გვაქვს ლათინურ ისტორიულ წყაროებში აი ამაზონებზე ლეგენდები, რომლებიც კავკასიაზე არსებობს. ეს შორეულზე, რაღაც უცხოზე, რომელშიც არავინ არ არის ნამყოფი, აი პომპეუსი როცა
ჩავიდა რომში, მასე ამბობდნენ, რომ პომპეუსი იქ კავკასიაში ამაზონებს ებზვისო. იმიტომ რომ ეს იყო მხარე, სადაც არავინ არ იყო მოსული თავის დროზე, მანამდე არ იცნობდა ამას, ის იყო რაღაცა უცხო, სადაც ის ყველაფერი ლეგენდები რაც არსებობდა ამ ლათინურ სივრცეში, დასავლურ სივრცეში. აი სწორედ ამ სივრცეებში გულისხმობდნენ ისინი. სხვადასხვა იგივე ინდოეთი, იგივე კავკასიის ყველაფერი იყო რაღაც ეგზოტიკა, მათთვის რაღაცა უცხო, გოგისა და მაგოგის სამშობლო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის შუა საუკუნოვანი, აი ამ ევროპული ეგრეთ წოდებული მითოლოგიური წარმოდგენების ძალიან კარგი ნიმუში და მაგალითი. და სწორედ საქართველოსადმი დამოკიდებულებაც კარგად იკითხება მეტნაკლებად ასეთ ტექსტებში. აი რაც შეეხება ამ საინტერესო წერილს, ეს არის პაპისადმი წერილი, ჰონორიუს მესამისადმი, რუსუდანის გაგზავნილი. ამ წერილში ერთი მომენტი გამოვარჩიო, თუნდა ეს არის ნახეთ რა შეუბნება დამიეტში მყოფი თქვენი ელჩისგან მივიღეთ თქვენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რომელიც ჩემი ძმა წასულიყო ქრისტიანების შესაწევნელად. ანუ ლაშა გიორგი უნდა წასულიყო ამ შემთხვევაში ჯვაროსნების დასახმარებლად. ისიც ამ ზრახვასა და წასვლის მზადებაში იყო, როდესაც ბოროტნი თათარნი შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, ეს იქნება თქვენ შეიტყვეთ, დიდი უბედურება მიაყენეს ჩვენერსა და დაგვიხოცეს 6000 კაციო. ამბობს ამ შემთხვევაში მეფე რუსუდანი პაპისადმი წერილში. ანუ ამას გულისხმობს ლაშა გიორგის მმართველობის ბოლო წლებში 1220-იან წლებში მონღოლთა ლაშქრობას ჯებესა და სუბუდაის მეთაურობით, რომლებიც შემოიჭრნენ საქართველოში, დაამარცხეს ლაშა გიორგი, მეფე დაიჭრა ბრძოლაში ისრით და ამის შემდეგ საერთოდ შეწყდა ფიქრი ჯვაროსნულ ლაშქრობაზე ასაკურველი ამის შემდეგ რა უნდა გაეკეთებინა ლაშა გიორგის თვითონ სასიკვდილო სარეცელზე იყო ფაქტობრივად მონღოლებთან ბრძოლის შემდეგ და ჩაიშალა ქართველთა ეს მონაწილეობა ჯვაროსნულ ომში. და აქ ძალიან საინტერესოდ ამბობს შემდგომში რუსუდანი, რომ ჩვენ ქრისტიანები გვეგონაო ეს მონღოლების ხოჭოს ეს მოსაზრება პოპულარული იყო არა მარტო ქართველებში, ზოგადად აღმოსავლეთში ჯვაროსნებსაც ჰქონდათ ეს იგივე დამოკიდებულება და სხვა ხალხებსაც, რომ მონღოლები ქრისტიანები იყვნენ და თითქოს ის დაუკავშირეს შემდგომში იმ ლეგენდას, იმ პრესვიტერ იოანეზე, რაღაც აღმოსავლეთიდან მოსულ ქრისტიან მეფეზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს იყო ხალხი, რომელზეც არაფერი არ იცოდნენ ამ დროიდან, არც საქართველოში, არც ირანში, არც არსად, იმიტომ რომ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ და უცებ გამოჩნდა ეს ხალხი და დაიპყრო მთელი ის ახლო აღმოსავლეთი. და რასაკვირველია, უცებ მოვარდნილი ასეთი უცხო ხალხზე ინფორმაცია შუა საუკუნეებში ძალიან ისეთი ძნელად ვრცელდებოდა და ამ დროის დაიწყეს ქართველებმა მეტნაკლებად გააზრება თუ ვინ იყვნენ სინამდვილეში მონღოლები. ეს შემდეგ უკვე ჟამთა აღმწერელთან ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი მონღოლთა თქვა და როგორ დაარსდა მონღოლთა იმპერია, ვინ იყვნენ მონღოლები, როგორი ცხოვრების წესი ჰქონდათ და ასე შემდეგ. უკვე ჟამთა აღმწერელი უკვე კარგად იცნობს მონღოლებს, მაგრამ ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა და ამით ჯვაროსნების და ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება და ასევე მონღოლების აღქმა ჩვენგან დიდად არ განსხვავდება. სწორედ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. თუმცა შემდგომში უნდა აღინიშნოს, რომ ჯვაროსნები მონღოლებს უკავშირებად განიხილავენ ეგვიპტესთან ომში, იმიტომ რომ ეგვიპტის სასულთნო, მამლუქთა სასულთნო, მანამდე აიუბიანები იყვნენ მონღოლთა მოწინააღმდეგეები და ჯვაროსნები, რომლებიც დამიეტას აღებას ცდილობენ და იქ ეგვიპტიდან ცდილობენ რომ დაარტყან, თქვა და იერუსალიმი და ის დაიბრუნონ ეგვიპტის გავლით, ეგვიპტე დაასუსტონ, აი სწორედ მონღოლებთან მოკავშირეობით უნდათ რომ ეს მოაგვარონ, თუმცა ეგვიპტელები მოახერხებენ როგორც ჯვაროსნების მოგერიებას, ისე ანჯალოთის ბრძოლაში დაამარცხებენ მონღოლებს და შესაბამისად წარუმატებლად დასრულდება მათი ეს გზა. და რაც შეეხება ბოლო პერიოდს ჯვაროსნული ლაშქრობებისა, ანუ ეს არის მე-14 საუკუნე უკვე, როცა აი მე-13 საუკუნის ბოლო, მე-14 საუკუნის პირველი ნახევარი, როცა ჯვაროსნულობები ფაქტობრივად დასრულებულია, ძირითადი ეტაპი, ჩვენ ვიცით რომ ბოლო ლაშქრობები მოაწყო ლუი მე-9 წმინდამ, ის თვითონ დაიღუპა მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობაში ტუნისში, როცა მოაწყეს იქ ეპიდემიას ემსხვერპლა. აი ამის შემდეგ იყო მცდელობები უკვე რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებს მოეწყოთ, მაგრამ მეტნაკლებად ეს იყო წარუმატებელი და ფაქტობრივად განუხორციელებელი. იყო ცალკეული შემთხვევები შემდგომ პერიოდში ოსმალების წინააღმდეგ და შეგვიძლია ვახსენოთ ისიც, რომ შემდგომში თქვა და იგივე ვარნას, ანუ ჯვაროსნულ ლაშქრობაში 1454 წელს, როცა ოსმალების წინააღმდეგ იბრძვიან აღმოსავლეთ ევროპის მონარქები, აი ამის შემდეგ ერთ-ერთი გები ბურგუნდიელებისა, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ომში, იქ შავი ზღვის სანაპიროებზე ძარცვავდა გურიის სამთავროსაც მოადგა და ქართველებმა ტყვედ ჩაიგდეს ის ცნობილი ბურგუნდიელი ადმირალი, რომელიც შემდგომში გამოისყიდეს ყველამდებრად ტრაპიზონიდან გამოისყიდეს ევროპელებმა და მოახერხეს მისი გათავისუფლება. ხოლო მანამდე რაც შეეხება ეს საინტერესო წერილს, ეს არის გიორგი ბრწყინვალისა და ფილიპე
მე-6-ს შორის საფრანგეთის მეფე ფილიპე მე-6-ს და გიორგი მე-5-ს შორის იყო გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობა. ეს არის უშუალო კავშირი მონარქებს შორის, ამ შემთხვევაში და არა ჯვაროსნებსა და ქართველებს შორის და ამ წერილში თქვა მეფე ცდილობდა რომ ელჩები გამოუგზავნა უბრალოდ მან გიორგი მწყინვარს და შესთავაზა ჯვაროსნულ ომში მონაწილეობა, იმიტომ რომ ფილიპე მე-6 აპირებდა ჯვაროსნულ ომში წასვლას, მაგრამ აი ძალიან საინტერესო პასუხი მიიღო ქართველი მეფისაგან. საფრანგეთის ღვთაებრივი ხელმწიფენი ხშირად აღძრავენ აღმოსავლეთის მეფეებს სარკინოს და წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ საქმე ის არის, რომ შემდეგ ისინი აღარ მოდიან. სტოვებენ რა მათ ამ ტანჯველ ომში მარტოდ, ამგვარად გთხოვთ თქვენ დაადგინოთ, როგორ და როდით გადმოლახავთ ზღვას და მყისვე მეც იქ მიხილავთ. თქვენი კეთილი ნების შესაბამისად 30,000 ჯარისკაცი თუ პასუხობს გიორგი მწყინვალე. აი ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთი ჭკვიანი პოლიტიკოსის ნათქვამი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ხშირად იყო ხომ ჯვაროსნული ომის შემოთავაზება მოდიოდა აღმოსავლეთში, თქვა შესთავაზებდნენ ბიზანტიელებს, ქართველებს და შემდეგ რომ ჩვენ მოვდივართ და ვიწყებთ ჯვაროსნულ ომს და დაგვეხმაროთ. შემდეგ როცა გაემზადებოდნენ ქართველები ან ომს დაიწყებდნენ ან ბიზანტიელებს შემდეგ აღარ მოდიოდა ეს ჯვაროსნული ლაშქრობა, ზოგჯერ საერთოდ აღარ გახორციელდებოდა. ამიტომაც ქართველებმა გადაწყვიტეს რომ მეფემ დაფიქრდა ამ წინადადებაზე და უპასუხა ძალიან ჭკვიანურად რომ თუ მოხვათ კი ბატონო მეც გამოვალ ჩავერთვები ომში მონაწილეობას მივიღებ ჯვაროსნულ ომში მაგრამ თუ არ მოვიდნენ ტყუილა თქვა ქართველ მეფეს არ სურს რომ პრობლემები შეიქმნას თავის გარემოცვასთან პრობლემები შეიქმნას სახელმწიფოსთან იმიტომ რომ გიორგი მწყინვალე ცნობილია თავისი დიპლომატიური უნარებით თავისი ძალიან მშვიდობიანი პოლიტიკით რომლითაც მან მოახერხა ძალიან ბევრის გაკეთება ამიტომაც ის ასაკურველია ტყუილა უბრალოდ არანაირ ნაბიჯზე არ წავა რადიკალურ ნაბიჯზე და ასევე თივე ზომიერი პასუხი აქვს მას საფრანგეთის მეფე ფილიპე მე-6-ს, რომელსაც მართლაც ვერაფერი ჯვაროსნული ლაშქრობა ვერ ჩაატარა და მთლიანობაში საბოლოოდ გამოდგა, რომ საფრანგეთი თვითონ ჩაერთო 100 წლიან ომში ინგლისთან, რამაც აბსოლუტურად მოწყვიტა ეს დასავლური სამყარო თითქმის რეალურად ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდს. თუმცა მთლიანობაში რაც შეიძლება შევაჯამოთ ქართველებსა და ჯვაროსნების ურთიერთობა. ჩვენ შეგვიძლია ასეთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ მართალია ქართველებსა და ჯვაროსნებს შორის უშუალო პოლიტიკური ალიანსი იმ თვალსაზრისით, რომ ეს განხორციელებულიყო რაღაცა და ერთობლივად ემოქმედათ. მართალია არ გვაქვს ამ შესახებ ცნობები და არც მომხდარა ასეთი რამ, მაგრამ გარკვეული კავშირები არსებობდა, ეს იყო თქვა არამხოლოდ პოლიტიკური, იყო ეს რელიგიური, კულტურული, ეკონომიკური. ამ თვალსაზრისით ქართველებსა და ჯვაროსნულ აღმოსავლეთს შორის სასაკვირველია ძალიან მჭიდრო კავშირები არსებობდა იმ საეკლესიო და თქვა საერო კერებიდან რაც არსებობდა პალესტინასა და სირიაში იმ დროისათვის ასევე თქვა ქართველებზე წარმოდგენებმა თქვა საქართველოს მეფეების შესახებ ისტორიებმა რომელიც ასე თუ ისე ხდებოდა ჯვაროსნების ყურში მათ შეაქმნებინა გარკვეული ლეგენდები იგივე დაუკავშირეს პრესვიტერი იოანესა და შემდეგ და ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს გარკვეულწილად ევროპულ შუა საუკუნოვან ფოლკლორსა და მითოლოგიაშიც კი შეიძლება ვიგულისხმოთ რომ არის თავის რაღაც გარკვეულ ადგილს იკავებს ისევე როგორც ქართველებისათვის ფრანკები ის ცნობილი ფრანკები რომლებიც დასავლეთიდან მოდიოდნენ და ყოველთვის რაღაცა იმედი ჩნდებოდა ხოლმე საქართველოში მაშინაც კი როდესაც თქვა ქართველები უკვე აღარ ჯვაროსნული ლაშქრობები აღარ არის საქართველოს ამბო დაშლილია და შემდეგ დასავლეთისადმი ეს რაღაცა კავშირი მისადმი ტოლვა და თქვა რაღაცა დადებითის ძებნა იქიდან რომ ქრისტიანები მოვლენ და დაგვეხმარებიან და შემდეგ მუდმივად დარჩა ქართულ ისტორიულ თქვა პერიოდებში გარკვეულ პერიოდებში და მუდმივად ახასიათებს საქართველოს ისტორიას ფაქტობრივად ეს ამიტომაც მთლიანობაში ქართველებს და ჯვაროსნების ურთიერთობა მოიტანა მეტნაკლებად ამ ორი მხარესადმი ერთმანეთის გარკვეულ დონეზე გაცნობა მათი ურთიერთობების წმინდა მიწაზე და მთლიანობაში ალბათ გარკვეულწილად განაპირობა შემდგომი ურთიერთობების რაღაც დონეზე განვითარება რაც ეს შესაძლებელი იყო იმ პირობებში იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ იმდროინდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან უნდა გავითვალისწინოთ იმ პერიოდის რუკა დავხედოთ თუ სადებარეობს საქართველოს სადის დასავლური ქვეყნები და ჯვაროსნული სახელმწიფოები რა უშლის მათ ურთიერთქმედებას ხელს და მთლიანობაში ამ გეოპოლიტიკის ფონზე მაინც ეს მეტნაკლებად საკმაოდ დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. და მინდა რომ დღეს ამით დავასრულოთ ჩვენი ლექცია.